ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ეტალ ალიაშვილმა მედია ცენტრ მთავარში პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, საგზაო სატრანსპორტო წესების დარღვევაზე და გეგმილ რეგულაციებზე, საბავშვო სამგზავრო სავარძლის გამოყენებასა და საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანის აკრძალვაზე ისაუბრა. ეტალ ალიაშვილმა საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა. მინდა გაგაცნოთ სტატისტიკა გასული წლის, რომელიც გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. გაიზარდა საგზაო შემთხვევები 2%-ით, თუმცა საგულისხმოა, რომ 6%-ით არის გაზრდილი ლეტალობა და 8%-ით დაზიანებულთა მოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საგზაო შემთხვევები იზრდება, მაგრამ მეტად იზრდება ზარალი და დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. გზავრების შემთხვევაში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება არის მნიშვნელოვანი, რომელიც დაახლოებით 80%-მდე ამცირებს და პრევენციას უკეთებს ბავშვების უსაფრთხოებას და ბავშვების დაზიანების რისკს. თბილისში არის მნიშვნელოვანი ის, რომ თავად საგზაო შემთხვევები შემცირდა, მაგრამ შემცირდა დაახლოებით 6%-ით საგზაო შემთხვევები, მაგრამ 24%-ით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. ეს ასევე სიგნალია იმისა, რომ ჩვენ ვიცით, სატრანსპორტო პოლიტიკა მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში. ბევრი ქუჩა და ბევრი უბანი გადაკეთდა ისე, რომ ადამიანებზე იყოს მორგებული და ფეხით მოსიარულებისთვის, მათ შორის ველომომხმარებლებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო, მაგრამ რჩება უბნები, რომლებიც, როგორც ხვდებით, კვლავ საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის. მხოლოდ კანონი, რომელიც ზრდის სანქციას, არ არის ხოლმე ეფექტიანი შედეგის მომტანი. ამიტომ ცნობიერების ამაღლება და ამ კამპანიების ჩატარება, საკომუნიკაციო კამპანია მოქალაქეებთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი. იმ ცვლილებების პარალელურად, რომელიც მიმდინარეობს, ასევე ინფრასტრუქტურული ცვლილებები და გარდატეხის მოხდენა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, სადაც ესეთი ლეტალური და დაზიანებების შემთხვევები არის, ამ შავი მონაკვეთების აღმოფხვრა და ეს მთლიანობაში ბუნებრივია, ეს არ არის ერთწლიანი გეგმა, ეს არის მრავალწლიანი მოქმედების შედეგი და მიღწევადი შედეგია. ვიცით, რომ ავტოპარკი არის მოძველებული, დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტოპარკი და 5 წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3% არის ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ავტოპარკის გაახალგაზრდავება და განახლება, მაგრამ სწორი მომენტი და სწორი, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო პაკეტი არის შესამუშავებელი და გასააზრებელი, იმიტომ რომ ერთია, ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე და მეორე ასევე ბიზნეს სექტორიც მუშაობს ამ სფეროში და ვთქვათ, რას ვიღებთ, რის ფასად ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული და დათვლილი. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი დიდ სურათს ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონპროექტს და ამ კანონს აქვს თავისი რასაკვირველია მნიშვნელობა, ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთად.